ვაგრძელებ ფულიშოვნაის ჯეტია ხუჩი და ეხლა აქედან პირდაპირ ოპა ჯები მოძრავე რაზდან გახაგას ვაკი მოძრავე მე რატომღაც მეგონა რომ ჩემი გაჩერება უნდათ მაგრამ არ მაინტერესებს აქედან პირდაპირ მიდივარ რომ მაიკლის სახლი ავწიო ჰაერში და ავიყვანოთ ესტო 10000 ლაიქზე დააჭერეთ აბა წითელ subscribe ღილაკს რომ ხვალე გამოვიდეს მომდენო ვიდეო და დღევანდელი ვიდეოს წარდგენია ლორენცი რომელიც GTA 5 არის Black Mamba-ის ბრენდი და რეალურ ცხოვრებაში მისი შეძენა შეგეძლიათ ნიკოლას მაღაზიას აქსელში მოვდივარ მაიკლ ეხა საწახვალ მაიკლი მასონები დღეს ყველას უნდა გადავუარო იმიტომ რომ აღარ ვიცი უკვე რა გავაკეთო რა წინა ვიდეოს ვინც უყურეთ კარგად გეცოდნებათ რომ JJ მოკლეს თან ძალიან სულად მოკლეს და ნუ შური უნდა ვიზიოთ ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ ნუ Black Mamba ამ ამბავს ესე არ დატოვებს არავითარ შემთხვევაში რა მომიდომე საქალაქში ყველაზე გავლენიანი ბანდობა ჯეკლასების მაფია მოდის თუ რა არის გავატაროთ არ მინდა ახლა ამათთან პრობლემების ზედმეტი გაიარეთ ბიჭო ვახ ოპა თქვენ ხო არ უბერავ დედას მიცოვარ ფრანკლინ გააჩერე ბიჭო ერთი წამი რა გავაჩერო რამდენი არიან ხო არ გადავ საიდან მომაგნეს თუ ეხლა არ ჩამოვედი ქალაქშთან იარაღებით არიან და ეს გონის მაფია წინაზე რომელიც აგვეკიდა და ბიჭო ძალიან ჩქარები არიან თო ერთ წამს წავედი მაინც გავექცევი ამა ჩანსი არა ბიჭო ამათმა როგორ უნდა მაჯობონ კაი აქედან მივდიოდი მაგრამ აქედან შევალ ქალაქში და რანაირად ამეკიდენ ესენი თო გავაჩეროთ აქ ესე მანქანა ლიმონკა წავიდა 1 2 3 go ძალიან კაი ერთი აფეთქდა მეორე ერთი Black Mamba-ელი მიდის 100 ჩოლებრივ ბანდის წევრზე მიდი წავიდა ავიყვანეთ კიდე ერთი ლიმონკა ეგ არის ამოვიფაროთ აქეთ ეგ არის ძალიან კაი ამასაც ერთი ლიმონკა go შანსი აღარ აქვს ძალიან კაი იქითაც იმას იქეთ მეყოლეთ კარგად ოპა დანარჩენები აქედან მოვიდნენ კაი აქედან რამოდენიმე მანქანა ავიყვანეთ მაგრამ აქედან ამათ უნდა გავასრულოთ ვიდეოს დასაწყისში ესეთი რაღაც ნახად არ მინდოდა მომختار იყო პირდაპირ მაიკლთან მივდიოდი მაგრამ რანაირად გაიგეთ მე რომ ჩამოვედით ბიჭო ან ეს ვისი მაფია არის კიდე ვერ გავიგე რა რამდენი ვიღაც არის მაგრამ ეს ისეთი ზვერიანი ჯეკლასებით არიან ნოიჭოლი მასონების კომანდაა რა თან 4 ზაფხული დადგა და CS:GO ფაზზე რა თქმა უნდა გაულდება ძალიან მაგარი ფასდაკლება თითქმის ყველა кейსზე ამიტომ ვისაც кейს ოპენინგი გიყვარდა გინდათ კაუნტერის საუკეთესო სკინები შედით ამ საიტზე გახსენით кейსები და მიიღეთ ყველაზე მაგარი სკინები ყველაზე მაგარ ფასად კვადრატე გელიკებით არიან წამოსულები ტიპები თითო ერთი 300,000 ევროს და აქ სინა იქნება და აუცდეთ ძალიან კაი პოლიცია ცალკე მომზდებს ისინი ცალკე მომზდებენ ბიჭო ესეთი რაღაც არ მევასება მე და მესხნენ თავს და კიდე მე მომზდებენ ვახ ჩემი ფრთხილად არ აზრი არ აქვს ესეთი წვრილი გზებით სიარულს აი გავიჭედე ერთ წამს მებო ერთ წამს აქედან ფრთხილად ჩამოვიდეთ ესე დაბლა და პირდაპირ დაბლა შევეცდები რომ ჩავიდე მაგრამ გამოვა მიდი რა მიდი ძალიან კაი ეგა გენასვალე აბა რა ნებისმიერი სიტუაციიდან Black Mamba იძურენს თავს ჩამოვედით ესე კაია ის კლასები ვერ წამოვლენ ესე არა წამოვლენ რას ვერ წამოვლენ ტოტებების ეჭიბებით არიან აქედან ჩავიდეთ ახლა დაბლა გადახტი კაი მაგარი ვარ რა ამოტრიალდი ისევ ამოტრიალდი და დავაწექი ახლა უკნიდან ყველაზე სიგიჟე უნდა გავაკეთო ახლა სხვა გზა არ მაქვს ჯარის ბაზაზე შევალ აქედან პირდაპირ მაგრამ ამ ჯეკლასის სალმა შევიდე და ჯიში შევიდე დიდი ალბათობით კი არა და აუ კაი რა მე გადავობი და მე ხა არა ლიმონკა სადავაგდე ძმა გაიცი აი ძმაო გადარჩენა მესმის მაგრამ დაიმტრო ჩემი ჯეკლასი თო გამანები ძმა თავი გამანები ეგ არის სო არ მოისმენი არა გადმოდი მოდი აქ ეგ არის ავიყვანეთ და წავედი ხალხ ნაპირდაპირ ჯარის ბაზაზე შევარდები იმიტომ რომ იქ თუ მე ხა ვერტფრენი არ ავიყვანე შანსი არ მაქვს ამათგან გაქცევის 4-სკლოვანი პოლიცია ცალკე მომზდევს ცალკე იმ ჯეკლასების ბანდა ცოტა ძნელი არის ხოთა შორის თუმცა ლორენცი ჩვენთან ერთად არის რომელიც გერმანული ბრენდია და 130 წელზე მეტია აწარმოებს მსგავს ნექებს კაი აი ესენი უნდა მოვატყუოთ ახლა ესენი აქ შემოუხოვენ ჩვენ აქედან აულით გვერდს ძალიან კაი მოემზადეთ იმიტომ რომ ახლა აქ დიდი ალბათობით ტანკის გამოგვეკიდება დავაი მიდი გეხვეწები სანამ ტანკი მოვიდა go მიდი ნაკედან ჯარისკაცები მოდიან მაგრამ არა უშავს მიდი ბომბდამშენი სად არის ბომბდამშენი მინდა
ბომბდამშენი მინდა, გეხვეწები მალე, სანამ ტანკები გამოვიდნენ. ჯერჯობით არ არიან. ბომბდამშენი ერთი რა, ბომბდამშენი მიდი რა. აი ეგერ, კაია, კაი, მიდი. ფუშენი დროზე. ტანკი არ არის, ან კაია, მიდი. უეჭველი გაყვანილი ყავს. დროზე, წავიდა. აი ეგრე, ბიჭო, აი ეგრე. თან აუ, მათაც გამოიყვანეს უკვე ბომბდამშენები. ჩარჯი, ფრანკლინ, თორე დაგურიხა ძმა. დროზე ეგ არის. თავარი ტანკი არ მოვიდეს. წავიდა. ოპა, ტანკი მოდის და აფრინდი. მარყუჟი ეგრევე თორე რადარები გამოუშვებენ რაკეტებს. ეგ არის. მოდის, რაკეტა მოდის. ოპა, ამცდა, თვითფრინავი მომზდევს. აახ! გაგვარტყა, მაგრამ ბრონირებულია ეს, კაი. ამას უნდა ვეჭიდაოთ ეხლა ცოტა, თორე ტვინს გამიბურღავს. გადავრთეთ. საწავიდა ამათი თვითფრინავი. ეხლა ნახე საჰერომები უნდა გამართოს ბლექმამბამ. სად არის? მოვიცილე? მოგვიცილებია, ძალიან კაი, ესე. რა ხდება? ოპა, ერთი აიცილე, ძმა, აიცილე. ეგ არის, აგვაცილე, ძალიან კაი. უბრალოდ ეგერ მომზდევს ის და უნდა დავიჭირო. ეს მოხსნათ აქ, ძალიან კაი, კარგად მეყოლე. შენ მე მომზევდი არა, მოდი აქ. Black Mamba is number 1, ბიჭო, მოდი. შანსი აღარა აქვს ამას. მე ხომ მომზევდი, ახლა მე გავეკიდებ იქ ტოპგანი ვინმეს გავქთუნი ნახი. სად გამერბი ხარ? მოდი აქ. შანსი აღარა გაქვს, ბიჭო, მოდი. არა გაგვიქც, ძალიან კაი. ესე. Black Mamba-ის საკუთრებაშია უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბომბდამშენი, რომლითაც პირდაპირ მაიკლი უნდა მოვინახულო ახლა. ამ ბომბდამშენს ახლა რა თქმა უნდა არავინ არ შეგვარჩენს, მაგრამ ძალიან კაია, ზოგი ჭირი მარგებელია, ხო იცი, ნათქვამეროა რა, ეხლა ის ეკლასების ბანდა ჩვენთან არ მოსულიყო რა, კადარ ვარ გამოვკიდებოდა. ჯარის ბაზაზე რა თქმა უნდა არ შევიდოდით. აუ ნახე რა ლამაზი ეს ყველაფერი და Black Mamba-ს უკვე დღეიდან ბომბდამშენი წავს, რომელიც არ ამგონია შეგვჭეს დიდხანს, თუმცა ჩვენ ვცადოთ. პრივოჯეტები დაფრინავენ აქ. კაი, აქ არის სადღაც მაიკლის სახლი. მაიკლის სახლი აქ არის და მაგრამ ბიჭო ამით როგორ გინდა დაუშვათო აქ სხვების დაიბრიდებიან. სად არის აი წინ? წავიდა. მიდი, ეგ არის. სო, ძალიან კაი. ესე. აქ დავკურგოთ. მიდი. არა, გავაკეთე. სასტუმროს გავარტყი. პროსტა არ არის რა, მაინც მოსახერხებელი ამით დაბომბო. გაგიჟდებიან ტიპები, ანუ წარმოიდგინე სახში ხარ და ის წერბიტალით გბომბავენ. მომატრიალოთ ესე, გაიწი შენ აქედან შემოძმაო. კაი, შო, აქედან ხა პირდაპირ უნდა მოვიღო. ეგ არის რომელია მაგის სახლი, რომელი? აი აგერ. ეს ხო? ეგ არის, შო. ერთი მოხდა კიდე. ერთი კიდე მიდი. წავიდა. ეგ არის, შო, ზუსტი დარტყმა იყო, რასაც ქვია, ძალიან კაი. და ეხლა სპეციალურად მაიკლისთვის ნახეთ რა ტრიუკი გავაკეთო. ავდი ვარძევით, გადმოვიდეთ ესე. არა, იმენა შეხედე ცოტა თავბრუდა მე ხო, მაგრამ სად არის მაიკლის სახლი? მაიკლის სახლი სად არის? თო, არა ვერ გავაკეთე ეს ტრიუკი სპეციალურად მაიკლისთვის. ეგ არის, წავიდა, დააყარე. ეგ არის ძალიან კაი. ოკეი, წავედი ახლა და პირდაპირ მასონები უნდა დავბომბო აქედან. მაგინა 575 კმ/სთ-ით კი მიდის. აღო, ამას ეს კლასებიც აქ არიან, ნახე რა დარბიან დავლა. კიდევ აქ მეძებენ. ოკეი, ვიწყებ ჩენელება, სადღაც აქ არის ყო მაგათი სახლი. აი კი აგერ წინ. მიდი, დაუშვი. ეგ არის. ერთი მოვარტყი თუ ორი არ მახსოვს, მაგრამ ოკეი, მოვატრიალოთ. მიდი, ძმა, მოტრიალდი. ეგ არის, წავიდა. კენონი წავიდა, ეგ არის. კიდე ცოტა. ეგ არის, всё. ესე ხა მთავარი დავუშვა რამე ისეთ ადგილას. ვინ მირეკავს თო ჰაერში ვარ. გისმენთ? ფრანკლინ, შენ ხარ? ხო მე ვარ, რავი ძმა, ჰაერში ვარ, პროსტა რომელი ხარ? მოკლედ, შენი ნაცნობები მინდა გაჩვენო უკანასკნელად. ნუ მართალია მათი გვამები, მაგრამ მაინც ფიქრობ რომ უნდა ნახო. ჩემი ნაცნობების გვამები? რომელი ხარ, ბიჭო?
მაგას არსებით მნიშვნელობა არ აქვს. მედი კონკრეტულ ლოკაციაზე და შენს ახუნებს ნახავ. ოღონდ მათ კონებს და მაგისთვის მადლობა უნდა მითხრა, უკანასკნელად მაინც გაჩვენებ. კი, ძმა, მივალ ეხავე როგორ არა. შენი ჯერ ჯეკლასემა ვერ დამიჭერეს, ახლა კიდე მიმწყდიო არა? ეხლა ვედავეკო, პოლიციას მოშორდება და ჯეკლასების. ჩამოხდი მაგ ბანძის თვითმფრინავიდან და მიდი მაგ ლოკაციაზე. ან თუ კიდე მაგ თვითმფრინავით მიდი და იქ ნახავ შენს ნაცნობებს. და რომელი ხარ? აი ადგილზე რომ ხვალ გაიგებ. კაი, გამომიგზავნე ლოკაცია. ოღონდ ეხლა მომცირდეს პოლიცია და ყველაფერი. გიგზავნე. ვახ, პოლიციას მართლა მოგცილდათ. ესენი უეჭველი მასონები იყვნენ, თორემ რუსებთან არ ამგონია რომ ვიღაცას თანამშრომლობდნენ. კი, და ვიღაცას თანამშრომლობდეს და ლოკაცია გვიგზიარეს ჩილიადის ტერიტორიაზე. კაი, მე ამ თვითმფრინავიდან მაინც არ ჩამოვალ იქ. აი ამით დავждები. იქ სადმე ახლო მაინც ტარება კარგად ვიცით. და ვინ ჩემი ნაცნობების გომები ბიჭო ხადაობ? JJ ყდარია, ეგ ვიცი. Big G ექიმთან არის დატოვებული და ვენა ვერ ნახავს. CG, მაგრამ ნაცნობები ცოტა. CG და კიდე ვინ მაშინ? ანუ მე გადავებ ხ CG აქ არ ვნახოთ. ოკეი, გავშალოთ შასი. აქ არის ეს ტერიტორია, რომელიც ჩამიგდეს. აი ამ თაზე აქ. თაზე ვისი გვამი უნდა ვნახო ბიჭო. ერთ ჯერზევიდან დავხედავ, აქ სამე პოლიციელები და ვიღაცები არ იყვნენ. არა, აი აგერ არის აქ რაღაც. დავიშვა, მიდი. ოპა. იარაღი მაინც თამქონდეს. რა ხდება ბიჭო აქ? მიღადაობი ბიჭო? სიჯისმები ვართ, თვავი რო გაასახეს, ამათმა ორევი არის მკვდარი და რაღაც სატანისტური ნიშანია აქ. ღადაობ ორივე მკვდრები არიანთო. ვახ. ვინ ჯანდაბა იყო ეხა ეს? ესენთან სიჯის ნამდვილი ძმები არ არიან. ანუ ესო დარეკეს ეხლა ამათმა და ისეთი რაღაც გააკეთეს. რამე გვანიშნეს ვითომ? ჩემი ძმა. აქ ესენი ვინ მოიყვანა გვამები? არ ვიცი ძმა პოლიციაში დავრეკეთ ეხლა ჩვენს ეხლა ვნახეთ. ვახ, ჩემი ღადაობ. ოპა. ესე იგი სატანისტებთან აქვს საქმე, მაგრამ მასონები იგივე ეგენი არ არიან? დაწერთ აბა ერთ კომენტარებში. და დღევანდელი ვიდეო საკმაოდ პატარა გამოვიდა, იმიტომ რომ ხვალ სხვა ქალაქში მივდივარ საცხოვრებლად და სად მივდივარ ამას TikTok-ზე გაიგეთ, ამიტომ TikTok-ზე გავმყევით და იმ ქალაქიდან გავაგზავნებთ ყოველდღე ვიდეოების დადებას და ალბათ იქ მერე ჩემს მიერ გამომწერსაც შევხვდები. ამიტომ ეს არის მოკლედ მიზეზი დღევანდელი პატარა ვიდეოსი რა.